ჩემი მთავარი მონაგარი ხალხის სიყვარული იყო და ამით უბედნიერესი ადამიანი ვარ. ამ სიყვარულს ვერასოდეს გადავიხდი. მისი სახელი არ საჭიროებს წარდგენას. ეს არის ქალი, ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც მსოფლიო სცენაზე საქართველოს სახელი არაერთხელ გააჟღერა. სულ ახლახანს დაიწყო საკოლექციო ჭადრაკებისა და უნიკალური საპრეზენტაციო დაფების გამოშვება. ორ თემაზე შექმნილი ჭადრაკი უკვე იპყრობს გულშემატკივრებისა და კოლექციონერების ყურადღებას. ვეფხისტყაოსანი, ქართული ლიტერატურის მარადიული საგანძური და ქართული ცეკვა, ეროვნული იდენტობის ცოცხალი პულსი. თითოეული ფიგურა ხელნაკეთია, მოპირკეთებული დეტალებით და ღრმა სიმბოლიკით. მეფე ქართულს ცეკვავს, დედოფალი კი მის პირველ საჩემპიონო გვირგვინს ატარებს. ეს ჭადრაკი მხოლოდ სპორტული ნივთი არ არის. ეს არის ამბავი, ისტორია და მემკვიდრეობა. ეს არის ჩემი მუზეუმი და ბედნიერი ვიქნები თუ ამის ნახოს ბევრი ადამიანი შეძლებს. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჩემი საკოლექციო ჭადრაკებია. ვეფხისტყაოსანი და ქართული ცეკვა, რომლებიც 82 წლის ასაკში გამოუშვიდა შესაბამისად. თითოეული 82 ცალი დამზადდება. მე ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა საზღვარგარეთ, როდესაც ჩვენი კულტურის დღეები ტარდებოდა. და ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი იყო დავკვირვებოდი მაყურებლებს, როგორ იღებდნენ ჩვენს ცეკვებს და იმდენად აღტაცებულები იყვნენ, რომ მე ისეთივე, ასე ვთქვათ, გრძნობა მეუფდებოდა, როგორც ჩემი გამარჯვებების დროს. და ეს იმდენჯერ ბევრჯერ ამაქვს ნათქვამი, რომ ოჯახმა აი აქედან ეს იდეა ამოიღო და გაკეთა ქართული ცეკვა ჭადრაკი ფანტასტიკური, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრივით არის უკვე. რაც შეეხება მეორე ჭადრაკს, ვეფხისტყაოსანს, უბრალოდ ეს არის ისტორიის განახლება. ადრე, როდესაც ქალი თხოვდებოდა, მზითებში ატავდნენ ჭადრაკს და ვეფხისტყაოსანს, პირიქით უნდა მეთქვა, ვეფხისტყაოსანს და ჭადრაკს. და ამიტომ ესეც აქედან წამოვიდა ეს იდეა და ესეც განმაახლეს. აკადემიკოსმა ნიკო კეცხოველმა ნონას სახსოვრად გაუგზავნა ძველი ბავშვობის ანტიკვარული ჭადრაკი და თან მისწერა. ჩემო ძვირფასო ნონა, გაიხარე ცხოვრებაში ისე, როგორც ჩვენ ყველანი გაგვახარე. ვარდი და იაეფინოს შენს გზაზე, მარად შენს სიტყვაში თქვი. ძველად ქართველები მზითევში ჭადრაკს ატანდნენო. რატომ დღესაც არ გავაკეთოთ იგი? ამიტომ გთხოვ, ეს ჭადრაკიც შენს მზითევის წიგნში შეიტანო. მარად შენი პატივისმცემელი და მოსიყვარულე ნიკო კეცხოველი. ასე რომ ეს ორი ჭადრაკი მიუხედავად იმისა, აქ რასაც ხედავთ, ჩემს მუზეუმში ყველა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ამ ორმა ჭადრაკმა წინ წამოიწია და დადგა პირველ ადგილებს. ეს ისტორიის ნაწილი გახდება. იმიტომ მაინც მართლა დიდ წარმატებებთან არის დაკავშირებული და რაც ვთვალია, ორი ბრენდი დავაკავშირეთ. ჩვენს ქართულ ცეკვებს დავაკავშირეთ ჭადრაკი. ჩემმა რძალმა ნათიამ მუსიკა დაადო ყველა ფიგურას იმის მიხედვით, რა ცეკვას ასრულებს ეს ფიგურა. ოჯახმა დაარქვა ამ ჭადრაკს ქართული ცეკვა და მე აცეკვებულ ფიგურებს ვეძახი. და ჩემს თვალში მართლაც ასეა, იმდენად მთლიანად გადატანილია ის, რაც მართლა ქართულ ცეკვაში ხდება. მთლიანად, აბსოლუტურად და მართლა და ეს რა არის, იცით, მარტო მე კი არა, ვინც ნახულობს ახლოდან ამ ჭადრაკს, ყველა უზარმაზარ სიამოვნებას იღებს ამისგან რა. რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭება ამას. იმიტომ ეს არის ჩვენი კულტურის ნაწილი უკვე გაერთიანებული, ასე ვთქვათ. ასევე ჩვენ თავიდან არ ვფიქრობდით, მაგრამ გადავწყვიტეთ სახელობითი ფიგურების გამოცემა, სახელობითი რას ნიშნავს? ესე იგი წარწერა იქნება გაკეთებული, თუ ადამიანს მოუნდება ფიგურის შეძენა. როცა ასე ვთქვათ, მე შემოთავაზეს სამსულიყავი დელეგაციასთან ერთად საფრანგეთში, რა თქმა უნდა, ეგრევე გაგვიშთა აზრი ოჯახში, რომ რაღაცა წამეღო რა და ხო გეუნებით ჩვენ იმდენად გვიყვარს ეს ჭადრაკი ქართული ცეკვა, რომ აი ამის დედოფალი ვინაიდან მე ქალი ვარ, ამიტომ დედოფალი წავიღე და ეს დედოფალი გადავეცი და პლუს დაფაც აი აქ როდებს აგერ კითხვები
ეს დაფაც მუზეუმს და კარგია სხვების თუ ვთქვათ მოიფიქრებენ, იმიტომ რომ კარგი მუზეუმის გაკეთება უნდათ. და რაც მეტი კარგი გაკეთება უცხოეთში ასეთი, ეს უბრალოდ საქართველოს იმიჯი იქნება. აი ნახეთ. მეფე და დედოფალი. ხო არის სუფთა ქართული ცეკვა. ამას ქვია ქართული ცეკვა, ხო ასე? ეს დალაგებულია საცეკვაოდ აქ. აი ხლა ავიღოთ, როგორ უხდება ეტლს, ჭადრაკის ეტლს სამაია. ოქროსფერს ავიღებ. სხვადასხვა სამ ფიგურებს, ყველას თავისი ყველაზე ძვირფასი და ემოცია აქვს. და გამოყენებულია სხვადასხვა ქვები და ყველაფერი ის, რაც ძვირფასი და ემოციისაა საჭირო, გამიგეთ? აგერ ხედრული, ნახეთ? ხევსურული. ხევსურული არის კუ. და მხედრული არის მხედარი. აი ხევსურული. და დაგშვა პაიკი. აი, პაიკები ჩვენი. ნახეთ? თიულური. ხო იცი, ჭადრაკის პაიკს ასე ზახია. ეს თუ ბოლომდე გავიდა დაფაზე, ამის საშუალება მიეცა რომელიმე მხარეს ან თეთრებს ან შავებს, ნებირფრიე ფიგურად შეგიძლიათ გააცოცხლოთ. ასე რომ, ასეთია ჩვენი ჭადრაკი, მართლაც რომელიც გვანიჭებს უზარმაზარ სიამოვნებას. ნონა მხოლოდ ფიგურებს არ აცეკვებს, მისი ხმა დღეს სოციალურ მედიაშიც ისმის. შვილთან ერთად ნონა სტუდიას ქმნის საკუთარ სახლ-მუზეუმში და YouTube-ის გადაცემაში იმ გულით საუბრობს, როგორც თამაშობს, სიღრმითა და სიზუსტით. მე და ჩემი შვილი ორივე კარგად ვერკვევით სპორტში მთლიანად. და გულში მატკვირავთ ყველა სახეობებს ფაქტიურად. ამიტომ აი რძალი ნათია შემოგვიჩნდა ორივეს. რომ YouTube-ზე ჩვენს გაგვეკეთებინა ჩვენი გადაცემა. და ისე პირდაპირ ვიტყვი, რომ პირველი გადაცემაში რეზო არველაძე ყვავდა. და წინასწარ ისე დავამთავრეთ გადაცემა ჩვენი, რომ უთხარით შემდეგი შეხვედრა ყოფილიყოს მერვედფინალში გასვლის შემდეგო და დაგვებედა კიდეც. მეც მიულოცავ დედაჩემს დაბადების დღეს, მინდა ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვო. მრავალი წელი კიდე ყოფილიყოს ასეთი შემართებით გამშვალული ყველა იმ წამოწყების, საქმის, ყოველდღიური გამოწვევების წინაშე, რაც ყველას ერთად გაგვაჩნია ოჯახში. ამ პროექტს ვაკეთებთ სახლიდან, ჩვენი სახლ-მუზეუმიდან, სადაც შექმნილი გვაქვს ოჯახური გარემო და ჩვენი სტუმრებიც ძალიან შინაურულად გრძნობენ თავს. ქართული სპორტი ძალიან დიდ წარმატებებს აღწევს ყოველდღიურად და მე თვითონ სპორტსმენის ოჯახში გავიზარდე და შემიძლია ჩვენ მაყურებელს უთხრა, რომ ძალიან რთულია სპორტსმენი დედის შვილობა, იქიდან გამომდინარე, რომ წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე თვით ვხედავდი დედაჩემს. და დღეს ეს გადაცემა ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას საინტერესო საქმე ვაკეთოთ ერთად, მოვეფეროთ, პატივივცეთ ჩვენ სტუმრებს და თითოეულ გადაცემაში ამავე დროს მოვეფეროთ ერთმანეთს. მინდა მეც მივულოცო ნონას დაბადების დღე, მინდა იყოს ჯამრთელი, დღეგრძელი და მუდამ კონდეს გამარჯვების ჟინი. ამ ოთახში, როდესაც შემოვდივარ, იდეები თავისით ჩნდება. რაღაც ჯადოსნური ოთახია, სავსე ადამიანების სიყვარულით, პრიზებით თავისთავად და ჭადრაკებით, მაგრამ აი რომ შემოდიხარ, თითქოს იდეები თავისით მოდის. გვირგვინი, რომელიც ნონას პირველი საჩემპიონო გვირგვინია, სწორედ ეს გვირგვინი დავახურე დედოფალს. შემდეგი ჩვენი მიზანი არის ის, რომ ეს მუზეუმი გაკეთდეს, რომ ყველამ შეძლოს აქ მოსვლა, დათვალიერება და იმ ემოციის, აი ამ ტალღის, აი ამ გამარჯვების ტალღის თან წაღება. რაც შეეხება მსოფლიო ტურნეს, ესე იგი საცა შესაძლებლობა იქნება ჩავატარო სეანსი, რატომაც არა, იმიტომ ჭადრაკი ეს არსია ჩემი ცხოვრების და ვამბობ კიდეც, რომ ეს სიცოცხლეს მიხარგლებებს მეთქი. იცით რა, კარგად ხვდებით ჩემ დაბადების დღეს ახლა ძალიან. იმიტომ რომ ჩემ დაბადების დღეზე უნდა მოვნათლო
ჩემი უსაყვარლესი, ასე ვთქვათ, ნუ ყველა საყვარელი იყო, ხო, ხუთი ძმა მყავდა და ერთ-ერთი ძმის, ესე იგი, შულთა შვილი, გიორგი, უნდა მომნათლო. ასე გადავწყვიტეთ. ეგებ დაებედოს, კაი რაღაცეები, რა იცით. ნონა გაფრინდაშვილისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია. მისთვის მთავარი მუდმივი წინსვლაა საკუთარი იდეების, მიზნებისა და სიყვარულისკენ. ის ამბობს, აკეთე საყვარელი საქმე ნებისმიერ ასაკში და ამით გაიხანგრძლივე სიცოცხლე. და მართლაც, როცა ადამიანს ამდენი აქვს სათქმელი, გასაზიარებელი და გასაკეთებელი, დრო მისთვის მხოლოდ შესაძლებლობების ახალი ეტაპია. ჭადრაკის დაფაზე ჯერ კიდევ ბევრი სვლაა დარჩენილი და არც ერთი მათგანი შემთხვევითი არ იქნება.